ჩემი ყურადღება მეუფე ანანიას ნაშრომებში მიიპყრო ესეთმა სათაურმა. დედა ღვთისმშობელი შემწე ქართული ენისა. ესე იგი, აქ არის მოციქულთა ცხოვრებაზეც საუბარი და მიმაჩნია, რომ ეს თემა ნაკლებად არის ცნობილი ქართულ საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ ეს თემა მე საგანგებოდ ამ წუთში შემოვიტანე, რომ ჩვენთვისაც ცნობილი გახდეს ის ნაშრომი, რომელიც მეუფე ანანიამ აი ამ თემაში ჩადო და საკმაოდ ისეთი რთული თემაც არის და ჩვენთვის საინტერესოც უნდა იყოს ჩემი აზრით. მაშას ადამე მიუყვეთ ახლა ნელ-ნელა წავიკითხოთ კიდევ მეორე საკმაოდ რთული თემაა და შევეცდები რომ აი რაღაცნაირად მარტივად გადმოვიტანოთ რამენაირად. ძველი ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფიის თანახმად საქართველოს წმინდა ეკლესიის მრევლი მოციქულების ეპოქიდანვე იყო მთელი ქართველი ერი და მისი იურისდიქციის საზღვრები მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. კერძოდ, რუის უბნისის კრების ძეგლის წერა აღნიშნავს პირველწოდებულმა ანდრია მოციქულმა იქადაგა სახარება ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა. დიდი სჯულის კანონში წერია, აი ეს ყველაფერი მითითება 1975 წელს გამოცემული, ხოლო წმინდა ნინომ განანათლა ყოველი სავსება ყოვლისა ქართველთა ნათესავისაი. ესე იგი, ფაქტობრივად ახლა აქ ლაპარაკი რაზეა, რომ მოციქულმა ანდრიამ როგორ იქადაგა მთლიანად საქართველოში, ფაქტობრივად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში და წმინდა ნინოს დროს კი უკვე მოაქცია მართლის სარწმუნოებაზე. გელასი კესარიელის მეოთხე საუკუნის ავტორის და გელასი კვირიკელის მეხუთე საუკუნის მოღვაწის ცნობებით იბერებმა და ლაზებმა წმინდა ნინოს ხელით მიიღეს ქრისტიანობა. ესაა ბერძნულ რომაელ ავტორთა ცნობა, რომელიც იგნორირებაც მოხდა საბჭოთა ეპოქაში. ანუ საბჭოთა ეპოქაში ესენი აკრძალეს. მე ხო გითხარით, ესე იგი იყო ასეთი შემოტევა საქართველოში, რომ ქართლის ცხოვრებიდანაც კი იყო ამოღებული მოციქულთა ღვაწლი საქართველოში. ეტყობა, რომ დაეკნინებინათ ჩვენი ისტორია და ჩვენი ეკლესია. საქართველოში წმინდა მოციქულების წმინდა ანდრია, სიმონ კანანელი, მატათა, ბართლომე თადეოზი ქადაგებათა დროს პირველ-მეორე საუკუნეებში 2000 წლეულის მიჯნაზე ქართველურ ტომებს ჯერ კიდევ ფუძე ქართველური ენა აერთიანებდათ. საერთო ქართველური ენისაგან შემდგომ ეპოქებში წარმოიქმნა ძველი ქართული ენის განშტოებანი, კერძოდ თანამედროვე სალიტერატურო, მეგრულ-ლაზური და სვანური. ამიტომაც აფხაზეთში, სვანეთსა და სამეგრელოში, სრულიად საქართველოში მხოლოდ პროტოქართულის უშუალო მემკვიდრე ძველი ქართული ენა იყო ერთადერთი ენა წირვა ლოცვისა, ღვთისმსახურებისა და კულტურისა. აქ რისი თქმა უნდა ავტორს, რომ არასდროს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეგრული, სვანური, ლაზური, მიუხედავად ამისა, ეს ყოველთვის წირვა ლოცვა საქართველოში ყველგან ყოველთვის ქართულ ენაზე ტარდება. ეს არის ჩვენი ღირსება და ჩვენი ერთიანობის დამადასტურებელი. საერთო ქართველური, ანუ ძველი ქართული ენა ღვთიური მადლით ყოფილა აღბეჭდილი. ეს ჩანს იქიდან, რომ წმინდა მამების ცხოვრების მიხედვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი
საუკუნეთა მანძილზე ეცხადებოდა და ესაუბრებოდა წმინდა მამებს ქართული ენით. ზოგჯერ კი ასწავლიდა კიდეც ქართულ ენას. ზოგჯერ კი აცხადებდა, რომ ქართული ენით ცხონება არის შესაძლებელი. ესე იგი, აქ გავიხსენოთ, მაგალითად მე-9 საუკუნეში ყველა წმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ოლიმპოს მთის მონასტრის ბერძენ მამასახლის, რომელიც დევნიდა ქართველენოვან მლოცველებს. დედაღვთისამ განუცხადა წინამძღვარს, მრავალნი დამკვიდრებად არიან თასა ამას მათისა ენისა მეტყველნი და ცხონებად არიან და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, კერ ჩემდა არიან. ეხლა აქ რაზე არის ლაპარაკი? ესე იგი, ქართველები მივიდნენ ოლიმპოს მთაზეო და მოკლედ უნდათ ქართულად ჩაეტარებინათ მსახურება და ამ სხვა ენაზე რო იყვნენ, ბერძნებმა მოკლედ უარი უთხრეს მსახურებას. და მერე ამ ვინც უარი უთხრა მსახურებაზე, მას გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ეს სიტყვები მან უთხრა, რომ მრავალი დამკვიდრებად არიან თასა ამას მათისა ენისა მეტყველნი. ანუ ამ ენაზე მეტყველნი აქ ბევრნი არიანო დავანებული დიდი ისტორიის მხოლოდ და ცხონებად არიან. ანუ ამ ენის ხალხი სწორ გზაზე არიანო რა, ცხონების გზაზე. და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, კერ ჩემდა არიან. და ვინც ამათ თუნდაც მოექცევა და არ შეიწყნარებსო, ჩემი მტერი იქნებაო. წარმოიდგინეთ, აი როგორი მფარველობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიტყვიდან ნათლად გამოვლინდა, რომ პირველი ქართული ენა ცხონების ენაა. ცხონება კი ყოველი მორწმუნის გადარჩენა. მეორე, ქართული ენის მტრობა ღვთისმშობლის საწინააღმდეგო ქმედება. აი როგორ იცავს ღვთისმშობელი ქართულ ენას. 1 საუკუნის შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საბერძნეთში ივერთა მონასტერში გამოეცხადა მომაკვდავ პატარა ექვთიმე ათონას. აქ აღსანიშნავია, რომ ყოვლადწმინდა საუბრობდა ქართული ენით. ეს როგორც იცით, შემოგვიფასებო, იოანეს შვილზეა ექვთიმეზე ლაპარაკი. იოანე შეუძლოდ გაუხდა შვილი მოკლედ. და ასე წერია, რომ ვერაფერი ვერ გაუგო რა სჭირდაო. და უკვე მისი გადარჩენის იმედი გადაიწურაო. და იფიქრა, რომ წავალ და მღვდელს მაინც მოუყვანო, რომ გარდაცვალების წინ ეზიაროს. წავიდა, და მოიყვანა მოწყარი, მოვიდა და რას ხედავს, ბავშვი წამომჯდარია და კარგად არის რა. და გაუკვირდა, რა ხდებაო შვილო. და ექვთიმემ უთხრა, ესე იგი, ექვთიმემ ბავშვობიდანვე ძალიან მიჭიერი იყო და რამოდენიმე უცხოური ენა აითვისა ძალიან პატარა ასაკში, 15 წლის ასაკში, უამრავი ძველი ურთულესი ენები. მაგრამ ამდენი ენის სწავლების დროს დაავიწყდა ქართული. და საინტერესო რა იყო, ამან ბევრი ენა იცოდა და მოვიდაო ლამაზი დედოფალიო ჩემთანო, მომაკვდავი რო ვიყავიო, მამას უყვება. ხო და ქართულად მითხრაო, ანუ ქართული ხო ამან კარგად აღარ იცოდა და ქართულად უთხრა, რომ რა არისო, რა იარს ექვთიმეო, վել ქართულად ესია, მოუკვდები დედოფალო, რა იარს, რა იგელნის ექვთიმე, რა მოგივიდა ექვთიმე, მოუკვდები, ანუ კვდებიო რა ეს, მალე მოუკვდები. და მაშინო ღვთისმშობელს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამსო, არა რაი ვნებაია არ შენთანა. ნუ გეშინის, აღდეთ და ქართულად ხსნილად უბნობდიო. ესე იგი, ნუ გეშინი, არაფერი არ მოგივაო. შენ ამდენი ენა რო ისწავლე, ჩემოსაყვარელო, ქართულს რატო დაანებე თავი, შენი კურთხევა არის, რომ მიხედო ქართულ ენასო. და ბოლოს ესე წერს ქართლის ცხოვრება, რომ ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ექვთიმეს აღმოუდიოდა ქართული სიტყვა ვითარცა წყარო,
უწმინდეს ყოველთა ქართველთასაო. ანუ თუ ვინმეს წმინდა ქართული უმეტყველია, მათ შორის ყველაზე აღმატებული იყო ექვთიმეს ქართულიო და აი ჩვენთვის ძალიან ბევრი ცნობილი საღვთისმეტყველო წიგნები ზუსტად ექვთიმე დაწმინდელის გადათარგმნილია. იქამდე კი საუკუნეებით ადრე ქართული ენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა შეასწავლა ასურელ მამებს და წმინდა ნინოს. სინასთაზე, იქ სადაც უფალი გამოეცხადა მოსეს და 10 მცნების ფიცრები გადასცა, ქრისტიანთა უდიდეს მონასტერში ქრისტიანობის გარიჟაზე პირველ 1000 წლეულში ქართველი მამები კითხულობდნენ ქართულ ენას, ანუ ღვთისმშობლისათვის სათნო ენის სადიდებელს, რომელსა ერქვა ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. ანუ ეს ძველი ნაწარმოები. ამ ნაწარმოებზე მე გეტყვით, რომ პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ მართალია მას აწერია, რომ იოანე ზოსიმი ავტორიო, მაგრამ პავლე ინგოროყვას აზრით იოანე ზოსიმე მხოლოდ მე-10 საუკუნეში იპოვა ეს ძეგლი, ანუ გაცილებით ძველია. აი რა წერია შიგნით: დამარხულარს ენაი ქართული დღემდე, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიანო. სინაფთის ბერებს, ეს რა თქმა უნდა ფრაზები წავიკითხე, მე-7-მე-9 საუკუნეში ხელთეპრათ ვიცარცა უეჭველი საისტორიო წყარო, მოქცევაი ქართლისაი. აი ასეთი ძეგლი გაგვაჩნია, რომელიც აღნიშნული იყო რომელშიც, რომ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მე-4-მე-3 საუკუნეში აზონ მეფის დროს საქართველოს პირველი ერთიანი სახელმწიფო ქართლის სამეფო აერთიანებდა ქვეყნის ორივე ნაწილს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, რომ ქუჯი, ეგრისის ერისთავი ამ ერთიანი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. ხოლო მეორე საისტორიო წყარო ქართლის ცხოვრების ცნობით, ამ ერთიან სახელმწიფოში ფარნავაზ მეფის ჟამს არ იზრახებოდა სხვა ენა თვინიერ ქართულისა. ანუ ქართული ენის გარდა სხვა ენა ამ ძლიერ სახელმწიფოში არ იყო. ქართული ენა ერთადერთი საერთო სახალხო სალიტერატურო კულტურისა და სახელმწიფო ენას წარმოადგენდა მე-19 საუკუნემდე რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე. ქართველობა იყო ერთი ერი, ერთი ენით და შემეცნებით. ამიტომაც მიიჩნევდა ქუჯი ერისთავის მსგავსად სამეგრელოს უდიდესი მთავარი ლევან მეორე დადიანი თავის თავს ივერიის მიწების ხელმწიფედ, ხოლო ჭყონდიდელი ეპისკოპოსები საქართველოს სახელმწიფოს გამაერთიანებლები იყვნენ საუკუნეთა მანძილზეო. ბოლო კვლევის თანახმად იოანე ლაზი, აღმზრდელი პეტრე იბერისა მე-4 საუკუნე და მე-4 საუკუნის ბოლო და მე-5 საუკუნის დასაწყისში ყოფილა წმინდა წერილის იმ პირველ ქართველ მთარგმნელთა მეთაური, რომელთაც იბერიის სამეფო კარზე ბაკურ მეფის პეტრეს პაპის ოჯახის მფარველობით შეიმუშავეს საერთო ქართული საეკლესიო ლიტურგიკული ენა, ეგრეთ წოდებული ძველი ქართული საეკლესიო ენა. მისი შესაბამისი ტერმინოლოგია და დაიწყეს ინტენსიური თარგმნა წმინდა წერილისაო. ანუ ეს არის მე-4-მე-5 საუკუნეები. მე-4-მე-5 საუკუნეებითა ქართული თარგმანები. მე-11 საუკუნეში ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების წრეში პირველიდან წმინდად თარგმნილად მიიჩნეოდა. ანუ ესე იგი ექვთიმემდე იყო ჯერ ეს ჩანაწერი, ანუ მე-11 საუკუნემდე ჯერ მე-4-მე-5 საუკუნის ნაწერები ჰქონდაო.
პალესტინაშიც იოანე ლაზი პეტრე იბერთან ერთად აგრძელებდა ამ სამუშაოს. ესე იგი, მაშინ დაიწყო ჯერ კიდე სახარების თარგმნაო. მერე იცით, რომ უკვე ექვთიმემ და გიორგი მთაწმინდელებმა უკვე სრულყოფაში მოიყვანეს ეს საღვთისმეტყველო თარგმნები. მე-20 საუკუნეში ეგრეთ წოდებულ ლასთა მონასტერში იტალიელი არქეოლოგის კორბოს მიერ აღმოჩნდა ქართული წარწერები, სადაც მოხსენიებულია პეტრე იბერის წინაპრები, იოანე ლაზი, ანუ იოანე მინჩხი, დასავლელი ქართული მოღვაწეები წმინდა წერილის ქართულად თარგმნელთა პირველი სკოლის, ძველი ქართული მწერლობის, ქართული კულტურის სათავეთან იდგნენ. ანუ ესე იგი, მე-4-5 საუკუნეებში უკვე იყო პირველი თარგმნილები უკვე ძველი წმინდა წერილისო. საერთო ქართველური, ანუ ძველი ქართული ენა 1000 წლეულთა მანძილზე ვითარდებოდა. პირველი 1000 წლეულის ბოლოსათვის, როგორც ჩანს, უკვე ინახოთებოდა ძველი ქართული ენის ლიტერატურული დიალექტები: ქართლ-კახური, ფხოვური, სვანური, მეგრულ-ლაზური. არაბთა შემოსევის გამო იქამდე ერთიანი ვახტანგ გორგასლის დროინდელი სახელმწიფოს დაშლამ ახალი ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულების აფხაზთა, ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის, თბილისის საამირო წარმოქმნამ შეუწყო ხელი ერთიანი ენის დიალექტებად დაყოფას. მიუხედავად ქვეყნის დაყოფისა, ძველი ქართული ენა კვლავ ინარჩუნებდა ერის გამაერთიანებლის ფუნქციას. ყველა აღნიშნულ ერთეულში კვლავ მხოლოდ და მხოლოდ ძველი ქართული ენა იყო სახელმწიფოებრივი, კულტურისა და საეკლესიო ლიტურგიკული დანიშნულების ენა ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს დასლის შემდეგ. ესე იგი, ამ დროს ერთი იყო და როდესაც უკვე დაიშალა რუსეთის იმპერია, ქართველი ერის დაშლა დანაწევრების მიზნით, მე-19 საუკუნის ბოლოს სამეცნიერო წრეებისა და სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით მიზანმიმართულად ავრცელებს თვალსაზრისს, თითქოს მეგრული იყო არა დიალექტი, არამედ კილოკავი ქართული ენისა. არა კილოკავი, ანდა კილოკავი, ესე იგი არა დიალექტი, არა კილოკავი, არამედ დამოუკიდებელი ენა. ანუ ხო ხდებით რა უნდათ, რომ ერთიანი ქართული ენა რო დაეშალათ, რუსები ასე ცდილობა იყო, რომ მეგრელებისთვის დამოუკიდებელი, ანუ გამოეყოთ რა ქართული ენა, სამეგრელოს ენა გამოეყოთ და ამ დროს მე მახსოვს ასეთი მცდელობაც იყო, რომ მეგრელებს ვეფხისტყაოსანი ათარგმნინეს მეგრულ ენაზე. და სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ სახარება დაეწერათ მეგრულ ენაზე და ამას დიდი გამოსვლები მოყვა. მიზეზი ამისა იყო სურვილი, რომ ამოებდოთ სამეგრელოს ეკლესია მონასტრებიდან ქართულენოვანი ღვთისმსახურება. ხედავთ და უნდათ, რომ ღვთისმსახურებას მეგრულად დაეწყო, რომელიც აი მე რაც მოგიყევით, ამ მთელი ერთიანი ენის დაშლას გამოიწვევდა. მის ნაცვლად კი დაენერგათ მეგრული ღვთისმსახურება და სწავლა განათლება. ანუ ფაქტობრივად სამეგრელოში ქართული ენა რომ მოესწოთ და მეგრული წირვალოფები რომ დაეწყო. მთელი ქართული ინტელიგენცია წმინდა ილია მართლის და დიმიტრი ყიფიანის მეთაურობით, ასევე ქართული სასულიერო წოდება წმინდა ალექსი ოქროპირიძე, წმინდა კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია, წმინდა ალექსი შუშანია. ეს ხალხი შემოწმიფასებას უყველა წმინდანად არის შერაცხილი. დაუპირისპირდა მთავრობის ამ ქმედებას ქართველი ერის დაშლა დანაწევრების მიზნით წამოწყებულ. თვითონ სამეგრელოს მოსახლეობა წინ აღუდგა ამ საქმეს. აი ვაშკაცურად დადგნენ ჩვენი განსწავლული მეგრელები, მადლობა ღმერთს. კერძოდ სამეგრელოში ტარდებოდა საეკლესიო კრებები,
რომელიც იღებდნენ დადგენილებებს, რომ არ უნდა შემოღებულიყო მეგრული წირვა, ლოცვა და განათლება, არამედ სამეგრელოს ხალხს უნდა დარჩენოდა ძველი მამაპაპური, ძველ ქართულზე დაფუძნებული განათლების სისტემა და წირვა, ლოცვა. აი ეს იყო ყველაზე მთავარი. ქართველი ერი მტკიცე უნდა იყოს და ერთიანი ვითარცა ივერიის მიწას მობარებული ყვართი უფლისა, ამბობს მეუფე ანანია. გადარჩენისა და ცნობის ცხონების ძველი ქართული ენა, ანუ თავდაპირველ ქართველურ ტომთა საერთო სახალხო ენა, უფლის მადლით უძველეს დროსვე წირვა ლოცვისა და ლიტურგიკის ენად ჩამოყალიბდა. როგორც აღინიშნა, ასურელ მამათა ცხოვრებიდან ნათლად ჩანს, რომ სული წმინდა, რომელმაც ენათა ცოდნის უნარი მიანიჭა წმინდა მოციქულებს, საქართველოს ეკლესიის განმანათლებელთა შორისაც იღვწოდა. ამიტომაც იოანე ზედაზნელის მემატიანის ცნობით, წმინდა იოანეს გვარტომობით ასირიელს, ასურელ მამებს რო ეძახით, საქართველოში გამომგზავრებისას სულიწმინდეს მიერ მიანიჭა ქართული ენის ცოდნა. აქ რა შეგახსენებთ, იცით? აი როცა უფალი ამაღლდა ზეცად, მოციქულები მაშინ დაბნეულები იყვნენ. და არ ქონდათ არც მხნეობა, არც გამბედაობა და არც ენები არ იცოდნენ. იმ ქვეყნები კი წილი ყარეს შეხვდნენ, მაგრამ იმ ენაზე მეტყველება არ იცოდნენ და ებრაულის მეტი არ იცოდნენ და რო ჩავიდოდნენ სიტყვაზე სხვადასხვა ქვეყანაში, იმ ხალხს რა ენაზე ესაუბრებოდნენ, როცა იმ ხალხმა ებრაულის არაფერი იცოდა. აი მაშინ მე 10 დღის შემდეგ დაელოდეთო, იყავით იერუსალიმში და დაელოდეთო, უფალმა გააფრთხილა. იმიტომ რომ სულიწმინდის მადლი გადმოვა თქვენზე. და როგორ გადმოვა მადლი თქვენზე, თუ მე არ დავჯექი მამის მარჯვნივ ტახტზე. ესე იგი სულიწმინდის მადლი რო გადმოსულიყო, ამისათვის იესო ქრისტეს რაც დაევალა მამისგან, ის უნდა შეესრულებინა და შემდეგ ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა და 10 დღის შემდეგ ამაღლებიდან გარდამოვიდა უკვე მადლის სულისა წმინდისა და მოციქულებმა, ჩემო ძვირფასებო, ღვთაებრივად, მეხსეულად, ანუ უცაბედად იმ ენებზე დაიწყეს გამართულად მეტყველება, რომელი ქვეყნებიც ამოვიდათ საქადაგებლად. აი ზუსტად აქ იგივე სულიწმინდის მადლის, ესე იგი, სასწაულზე აქ ლაპარაკი, რომ როდესაც ღვთისმშობელი საქართველოში მონასტრული ცხოვრების დაფუძნებაზე ზრუნავს და ასურელ მამას იოანე ზედაზნელს გზავნის თავის 12 მოწაფესთან ერთად. აი მათაც, როგორც ცხოვრება შიოსი და ევაგრესი, აი აქ წერიაო, მეუფე მიუთითებს, მათაც სულიწმინდის მადლით ქართულ ენაზე დაიწყეს მეტყველება. ანუ რომ შემოვიდნენ, იოანეს მიენიჭა ქართული ენის ცოდნა. ნეტარმა იოვანეცა წამსა შინა ისწავა ენა ქართველთა სულისა მიერ წმინდისაო. აი ძველ ქართულად ასე წერია, რომ ესე იგი იოანემ დაევალა ღვთიდან, რომ ეკადაგა საქართველოში და მონასტრული ცხოვრება დაეფუძნებინა და სულიწმინდის მადლით მიეცა ქართული ენის ცოდნა. აი ეს ინფორმაცია არის ამ ფრაზაში. მაშა სადამე ქართული ენის ცოდნა ზეგარდამო მიენიჭათ ასურელ მამებს, შესაბამისად წმინდა ნინოსა და წმინდა მოციქულებს. აი ესე მიენიჭა. ესაა ღვთისმშობლის ენა, წმინდა ივერიის საეკლესიო ენა. გაუჭირდება ამენის მტრებს ღვთისნების წინააღმდეგ სვლა. აღდგება საქართველო, აღდგება საქართველო ოქროს დაფებზე წაწერილი ეს სიტყვები ეჭირა თურმე ქართველ წმინდანებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრება. ვაჟა ფშაველას ჩვენებით ლექსია ესეთი,
ჩვენ ვსასწორთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი წმინდა ივერია, რომელიც გამფენილი იყო შავი ზღვიდან კასპიის ჭეებამდე, გაბწყინდება, ხოლო მისი ერი წმინდა კვართის მსგავსად უკუნისამდე იქნება ერთიანი და მთლიანი. ახლა ეს ჩვენება ვაჟა-ფშაველას განსაკუთრებული ლექსია, ალბათ იერის გაბწყინებაზე წინასწარმეტყველური აზრით დაწერილი და წაგიკითხავთ ამ ლექსს, რომელიც ფაქტობრივად გვაუწყებს, რომ როგორ მოხდება, როგორ დაინახა ვაჟამ გაბწყინებული საქართველო. ჩვენება ყველა ამიდგნენ თვალწინა წარსულთა დროთა გმირები. ტახსი აესხათ აბჯარი და უღიმოდათ პირები. ნუ სტირი ნუო მეძახდნენ, რამ ნახეს ანატირები, სრულდება, მალე იქნება ღვთისაგან დანაპირები. შუაზე თამარი ედგათ, წყინვალე როგორც სისკარი, გარს ერტყნენ ღვაწლით მოსილნი, ბევრი მათგანი ვიცანი. ყველასა ჰქონდა გულზე და მოწამეობის ნიშანი. აღსდგება საქართველო, გმირთა სათქმელი ის არის. ამ წარწერითვე ყველასა ხელთ ეპყრა ოქროს ფიცარი. ენა დამება, დაუმუნჯდი, ცხარე ცრემლიდი მდის ჩქეფარე, გულზე შიშ კრძალვის მედება, ცეცხლი მით ცქერით მგზნებარი. აღსდგება საქართველო, თქვეს დინჯად, წყობრად მოდიან, მინდა ვეუბნო, ჩქარობენ, თუ ღირსად არა მხადიან. რადმენდურიან ნეტავი, ჩემი რა ავიციან, თავს ვინ უგეშებ ამ ფიქრით, ნება არ აქვთ ღვთისგანა, ალბათ იმიტომ აჩქარდნენ, არ მესაუბრნენ დიდხანა. ღმერთს შეგვავედრეთ, მივძახდი, დაჩაგრუნნი ვართ მტრისგანა. უმწეო უპატრონონი, შველას მოველით მისგანა. როს ქვეყნად წყდება წამალი, არაფერია სისთანა. გვიშველოს თავის შვილებსა, დახელებული ვყვიროდი, გახხრა საამო ჩვენება, გამომეღვიძა პიროდი. აი, ასეთი ჩვენებაა და მე ერთი ფრაზა ყველაზე მეტად გულზე რაც მომხვდა, იმას წაგიკითხავთ. როს ქვეყნად წყდება წამალი, არაფერია ცისთანაო. ანუ ვაჟას ჩვენებაში ასე არის, რომ ახლა ზუსტად მაგ დღეშია ჩვენი ქვეყანაც, რომ თითქოს საშველიც აღარა გვაქვს, თითქოს წამალიც აღარა გვაქვს და როცა წამალი წყდებაო, აი რა, ადამიანი რო შეუძლოთ არის და უკვე წამალი რო აღარ არის, ვეღარ შვების რა წამალი, ექიმი რო ხელს ჩაიქნებს, აბა მე უკვე ყველაფერი ვცადე და ვერაფერს ვერ მიშველი, რომ გამოგისტუმრებ. ხო და მაშინო ყველაზე კარგი არის ღმერთის წინაშე ლოცვა და ცის წინაშე მინდობა. აი ეს არის როს ქვეყნად წყდება წამალი, არაფერია ცისთანაო. მინდა გითხრათ, რომ აი ამ მეუფე ანანიას ესე იგი ნაწარმოებში ჩვენ პირველ რიგში ჩემო ვიფასებო ესე იგი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში დედა ღვთისმშობლის მადლი როგორ იფარავდა ჩვენ ქართულ ენას, მარტო ჩვენ ერს არა. აი ხო შეიძლება ერი გადარჩენილიყო, მაგრამ ქართული ვერ გადაგვერჩინა. აი ხო და აქაც რომ დედა ღვთისმშობლის მფარველობა არ ქონოდა და ქართულ ენას საგანგებოდ დედა ღვთისმშობელი რომ არ იფარავდეს, ამ ენას ძალიან ბევრი მტერი ხავდა ოდითგან. აი ძალიან ხშირად იყო სპარსული მოძალება, თქვენ იცით, იყო ბერძნული მოძალება, იყო ფრანგული მოძალება და ყველაზე კარგად აგერწველებს ახსოვთ, რომ რუსული მოძალება ძალიან დიდი იყო საქართველოში საბჭოთა კავშირის ყოფნის დროს. მაშინ
იცით თქვენ რომ ერთი პერიოდი საერთოდ ქართული წირვა-ლოცვები აკრძალეს 1801 წელს გააუქმეს ქართული წირვა-ლოცვები და დაიწყეს რუსული მსახურებები მთელ საქართველოში. ეგზარქოსი დაგვინიშნეს და ფაქტობრივად ის იყო ხელმძღვანელი და უნდა დაუმორჩილებოდით მის კურთხევას და მის ბრძანებებს, მაგრამ ესე ბრძოლით, წვალებით, შრომით ეწირებოდნენ ქართველები, მაგრამ რა საოცარია, მაინც გადაარჩინეს და ღვთისმადლითა და წყალობით მერე ისიც იცით რომ ერთი პერიოდი საერთოდ სკოლებში ქართული ესე იგი სწავლების აკრძალვა უნდათ მოსკოვიდან, იცით ეს ბრძანება მოვიდა და მაშინ იყო ზუსტად რომ ჩვენმა სტუდენტმა ახალგაზრდა გოგონებმა და ვაჟებმა დიდი გაფიცვა მოაწყეს მაშინ და თავი გაწირეს რო იტყვიან დედაენა დაიწერეს ფულზე და ასე დიდი გაფიცვა მოაწყეს და მაშინ მოხდა სასწაული და კრემლმა უკან დაიხია და ქართველებს დაგვიტოვეს ჩვენი მშობლიური ენა და იმის შემდეგ სხვათა შორის ესე გადარჩა ქართული ენა და აი 14 აპრილი ზოგადად ქართული ენის დღე არის. 14 აპრილი ზუსტად გამოცხადდა ეგ დღე თვითონ ქართული ენის დღე. წელს როგორც იცით 12 აპრილს იყო აღდგომა და აღდგომის წინა კვირა იცით რომ ბზობის დღესასწაულია. ესე იგი 5-ში იქნებოდა ბზობა და ბზობის წინა დღე არის ლაზარეს შაბათი, ანუ 4 აპრილი. და 4 აპრილი წელს ლაზარეს შაბათი რადგანაც იყო, ეს იყო ქართული ენის დღე, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. აი ამ სიტყვით არის შეტანილი და ასეთი ენა დედამიწის ზურგზე არ არსებობს, რომ სიწმინდეთა დასტაში არის მისი ხსენების დღე. ასეთი არის ერთადერთი ჩვენი ქართული ენა ლაზარე, რომელიც ქებაი და დიდებაის მიხედვით მოელისის დღესა მას მეორედ მოსვლისასა, როგორც ლაზარე აღადგინა 3 დღის მკვდარი, მეოთხე დღეს აღადგინა მკვდრეთით, ამ საიდუმლოში წერია, რომ ქართულ ენასაც, ქართულ მოდგმასაც, ქართულ ჩვენს კულტურასაც ასევე აღადგენს უფალი, როცა ამით რომ აი ამბობენ რომ ერთი დღე ვითარცა ამ ნაწარმოებში წერია, ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო. ხო და ეს რას ნიშნავს, რომ 3 დღე, ანუ 3000 წელი ქართული ენა, ქართული მოდგმა ისე იქნება მსოფლიოს წინაშე როგორც მკვდარი. და ყველას ეგონება რომ მორჩა ქართველები არიან მკვდრები, ამათი ენა არსად. ეხლა დღეს ესე არა ვარ? რა არის ეხლა? ჩვენ მსოფლიოში ამხელა აუზაურია და ჩვენ არც არავინ არაფერს არ გვეკითხება, რასაც უნდა იმას აკეთებენ. ღვთის ანაბარად არჩენილები ვარ. ხო და მეოთხე 1000 წლეულშიო ქებაი და დიდებაის წერია, ესე იგი აღდგება მკვდრეთით ქართული ენა და ქართული მოდგმა მთელი მსოფლიოს წინაშე. ასე ამბობენ მეცნიერული მტკიცებით, რომ უკვე 3000 წელიანი ჩვენი სიღატაკე და ჩვენი გაუბედურება დასასრულს უახლოვდება. ანუ ის მადლითა და წყალობით დაიწყება სულ მალე ქართული ენის, ქართული მოდგმის და კულტურის აღდგომა და აღორძინება და მთელი მსოფლიო სახტად დარჩება. ალბათ პირველ რიგში ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მეტად დამნაშავე ვართ ჩვენი ქართული ენის წინაშე, სხვას ტყუილად ვაბრალებთ, ჩვენ თვითონ არ ვფრთხილდებით მას. აი ასეთი ძვირფასი და ღვთისმშობლისთვის გამორჩეული და მსოფლიო გაოცებული ამ ქართული ენით და ჩვენ წარმოიდგინეთ როგორ არ ვაფასებთ, როგორ არ ვფრთხილდებით და აი ნებისმიერ კლასში რომ
გამოკითხვა ჩაატარო. აბა ვინ ემზადება ქართულში და ვინ ემზადება ინგლისურში. სამარცხვინო შედეგს მივიღეთ. 80-90% ბავშვებისა ემზადებიან უცხო ენებში. ნუ ძირითადად დღეს ინგლისური ენის შემოტევაა. ხოდა ღვთის მადლით ვაჟა-ფშაველა კი ამბობს, რომ ჩვენ რადგანაცო საგნების დასახელება ვიცით, გონია რომ ქართული ენა ვიცითო და აღარ გვინდა მაგის სწავლაო. და ამ დროს ქართული ენა ძალიან დიდი ფენომენია, ეს დიდი საიდუმლოა და მას დიდი სიღრმეები აქვს, ჩემოთ ვიფასებო და ჩვენ სათანადოდ ვერ ვახცევთ ყურადღებას. დასკვნა ასეთი გავაკეთოთ, რომ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელი თუ აქამდე მოიტანა ჩვენი ენა, მოიტანა ესეც დედა ღვთისმშობლის მადლმა და კურთხევამ და ფარველობამ. და აი მე ხა გამახსენდა, რომ მეფე მირიან ჯერ ფარნავაზის დროს იყო. უკვე ფაქტობრივად ქართული ენა აღარ არსებობდა და მეფე ფარნავაზმა არა მარტო ერთიანი სახელმწიფო შეკრა ქართველთან, სამეტყველო სახელმწიფო ენად ქართული გამოაცხადა. მეორე წესსაშიშროება უკვე მირიან მეფის დროს იყო. ვიცით, მაშინ იყო სპარსული დიდი ზეგავლენა, თითქმის საქართველოში ქართული ენა აი რო იტყვიან სულს ყაფავდა და აქაც მირიან მეფემ ჯერ ერთი ხო თვითონ ქრისტეს ჭიახში გადაწყვიტა, რომ თქვა და მოინათლა თავის მეუღლესთან, ნანა დედოფალთან ერთად და ღვისა და არაგვის შესართავთან მეფე დედოფალთან ერთად მთელი ქართველი ერი მოინათლა მაშინ ქრისტეს საწმუნოებაზე. აი აქ მირიანმა სახელმწიფო რო შეკრა ერთიანი, მართლმადიდებელი სახელმწიფო რელიგიად მიღებასთან მირიანმა გამოაცხადა სახელმწიფო ენა ქართული და აქაც გადაარჩინა. ამიტომ ეს ორი დიდი ბუნბერაზი მეფეა, რომელიც ქართულ ენაზე ყველაზე დიდი ღვაწლი აქვს მიღებული. ეს არის ფარნავაზი და ჩვენი საყვარელი მირიან მეფე. ამიტომაც ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი ქვაზე, დაბათის ქვახატზე გამოსახულება, ზუსტად ამიტომ ერთ-ერთ გამოსახულებაზე არიან ეს ორი მეფე, რომელთაც ხელაპყრობილი ხელში უჭირავთ დაფა ქართული ენის გამოსახულება. აი ამიტომ არიან დაბათის ქვახატზე მირია, ესე იგი ფარნავაზი როგორც დამფუძნებული ერთიანი დიდი სახელმწიფოსი და ქართული ენის გამტარებელი და სხვათა შორის ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ მეფე ფარნავაზის დროს ქართველებმა დაიწყეს ქართულად წერა-კითხვა. ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს. ამაზე ადრე არის შექმნილი ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს და კიდევ უფრო ადრე არის შექმნილი მზის ქართული კალენდარი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 540 წელს. მე ეს ინფორმაცია მასწავლა ჩვენმა უსაყვარლესმა ენათ მეცნიერმა და ბუდე ქართველმა რამაზ პატარიძემ ჩემო ვიფასებო. აი ესეთი უნიკალური ენა გვაქვს. და იმის შემდეგ ეხლა დღეს რაზე იყო ეს მოხსენება ჩვენი საყვარელი მიტროპოლიტი ანანიასი, რომ ღვთისმშობელი როგორ იცავს და იფარავს ქართულ ენას. წარმოიდგინეთ, მრავალი ენა იცოდა ექვთიმე, მაგრამ ქართულად მიუგო. რომ რატო არ აქცევ ქართულ ენას ყურადღებასო და მას შემდეგ ექვთიმემ სიცოცხლე მიუძღვნა ქართული ენის მსახურებას. აი ასე მოვიდა ჩვენამდე ეს უძვირფასესი ქართული ენა და ღვთის მადლითა და წყალობით ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა კიდევ უნდა მეტად სიფრთხილით, მეტი ყურადღებით, მეტი რუდუნებით და პატივით მოეპყრან ამ ენას. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სახელმწიფო საკითხია და ალბათ როცა ამის საშუალება მიეცემათ ჩვენ შვილებს, როცა დაიწყება უფრო მძლავრად
სახელმწიფო ეროვნული ასე თქვათ მუხტის გატარება საქართველოში, როცა დაიწყება ქართული იდეის აღორძინება ჩვენს ერში, აი მაგ დროს, რა თქმა უნდა, დაიწყება უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი პატივით მოპყრობა ჩვენი ენის და უფრო მეტი აღორძინება იდება უფას. აი ამ ესე იგი იმედით, რომ აღდგება საქართველო, რა ჩვენებად ვაჟა-ფშაველაც მათ თქვა და ამ იმედით დაგემშვიდობებით მეც და ჩვენი წვლილი შეგვეტანოს ამ კეთილ საქმეში და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აპრილი ეს არის ქართული ენის დღე, თან წელს ორივე ქართული ენის დღესასწაული აპრილობას მოუწია და მადლობა ღმერთს ამისთვის. მე ისეთ ქართველს რა უთხრა, ასე დავამთავრე უკრან მაჭავარიანის ლექსი. რა უთხრა ისეთ ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. აი ყველაზე მტკივნეული რა არის, მე გეტყვით. უცხოეთში წასული ქართველები იქ ხო შვილები ყავთ და შვილიშვილები უკვე. ძალიან მალე იქ დაბადებული ბავშვები, პატარები კარგავენ ქართულ ენას. ეს არის ფაქტი. განსაკუთრებით ეს შორეულ ამერიკაში ხდება, როდა არა, საფრანგეთშიც იგივეა, ევროპაშიც იგივეა. ესე იგი, როგორი რამეა, იცით? აი, თვითონ ამბობენ იქაურები, რომ ბაღში მიიყვან ინგლისურად ლაპარაკობენ, სკოლაში მიიყვან ინგლისურად, ეზოში ჩავა ინგლისურად, ტრანსპორტში წავა ინგლისურად, ტელევიზორს ჩართავს ინგლისურად და ის სახში, რომ დედა და მამა დღე-ღამის განმავლობაში 9 საათი თუ 2 საათი ელაპარაკებიან, ის აღარ კმარა. ის როგორც იზრდება, აი მომწიფდება, თავის სამეგობროს იჩენს უკვე ინგლისურ ენოვანს და თავის და უნებურად უკვე ნელ-ნელა მთლიანად ავიწყებ. ჯერ აქცენტირებადი ხდება, მერე ყველაზე საშინელებას გეტყვით. დასახელებები იციან, აი ესო სათვალეა, წიგნია, მიკროფონი, რაღაცა, ძლივ-ძლივ. მაგრამ აი წინადადებას რო ეტყვით, შინაარსი ვერ გამოვა. აი სრული კატასტროფაა. უფრო ცუდს გეტყვით კიდევ. ეხლა ეს პატარა ბავშვები, აი ქართული ჯიშის ბავშვები რა, კარგი გვარშვილიანი ხალხი. ბიჭო, ესე იგი, ვერ არიან კარგად, აი უყურებ, რომ იტანჯებიან ბავშვები. და მე და ზვიადმა მერე ქართული წიგნები ჩაუტარეთ და ამ ბავშვებს დავისვავდით და უკითხავდით ქართულად. რა ემართებოდათ, იცი, აი ესე აცაკ-აცაკებდა. ანუ რა ხდებოდა, იცით? წინააღმდეგობა მასში. აი რო უკითხავ, შიგნით რაღაცები უცოცხლდება და ეწყება საშინელი წინააღმდეგობა. ანუ მშობლიურ ნიადაგზე რო არ არის, ბავშვი იტანჯება, წარმოიდგინეთ ხალხო. და მე მშობლები იძულებულები არიან, რომ ის ქართული აღარ წაუკითხონ, რომ ამ ტანჯვას არ უყურონ. და ასე ნენელა ის მუხტი, რაც შიგნით აქვს, მამა-პაპისგან ბოძებული, იძინებს და მშობლები თავისუფლებიან პრობლემისგან. აი ასეთი საშინელი პროცესები ხდება. ამიტომ თვითონ ამბობენ იქაური ქართველები, თავის შვილებზე, ვინც ენას კარგავს, ისინი ქართველები აღარ არიან. აი ესეთი გამოთქმა არსებობს იქ. და ცნობილი დამსახურებული მსახიობები არიან, ამეცადინებენ რა, იქ ქართულ ენებში რაღაცებში ლექსებს ასწავლიან, თეატრალურ დასებს მართავენ, ცეკვავენ, მაგრამ ენა აღარ იციან. ამათ კი არაო, მე დამავიწყდა ქართული ენა. სამწუხაროდ ეს არის ძალიან საგანგაშო და ძალიან ყველაზე მტკივნეული მდგომარეობა ჩვენი ენისთვის და ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ დღეს უცხოეთში უფრო მეტი ქართველი იბადება ვიდრე საქართველოში. ჩვენ უცხოეთში კი არა, აქაც არ უფრთხილდებით ჩვენს ენას. და აბა ერთმანეთს ვატონებთ თავს უცხოენებით და განაუცხოენა უნდა ვისწავლოთ, ჯერ მშობლიური უნდა ვისწავლოთ, შემოდი ვიფასებო და მერე სხვა დანარჩენი. ეგრე რომ ეს ალბათ დღევანდელი ჩვენი ყოფა ენასთან დამოკიდებულებაში, ემიგრაციასთან დამოკიდებულებაში, ეს ყველაზე მტკივნეული ადგილია და ღმერთმა შეგვინდოს და გვაპატიოს ეს და
მოხდეს სასწაული თუ მოხდება თორე სხვა რაბუშველის არაფერი არ ვიცი 2 მილიონი ქართველია გასული 2 მილიონი არის თუ არა საქართველოში ქართველი არც კი ვიცი არაფერი პირი არ უჩანს ანაკ დაბრუნების ჩვენი ქვეყანაში არაფერი ისეთი ძვრები არ არის რომ მათ ამაზე დაფიქრდნენ და ასე თერობით მოკლედ ვაჟა-ფშაველას ჩვენებას თუ დაველოდებით ახლა რომ აღდგება საქართველო და ნამდვილად ჩვენ წამს რომ აღდგება იმიტომ რომ უფლის ხელი და უფლის სასწაულმოქმედი ძალა შეიძლება შეუძლია და შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღვთისა მიერ და ჩვენ იმედით შევცქერით მომავალს და იმ წინასწარმეტყველებას რაც ქებაი და დიდებაი ქართულისა ენის არის ჩაწერილი რომ ბოლოს აღდგება საქართველო აღდგება ქართული ენა აღორძინდება და დაიბრუნებს იმ დიდ დიდებას რაც ჰქონდა 3000 წლის წინათ შენ ხარვენა იხაროდენ ვენახო კეთილ გამომღებელო ტევანსა ტკბილსა რომელმან გვიწდია ღვინოი საღმრთო მახარებელი გულითა იესო სასმელო წარმოუცარიელებელო აღმადგინე მე დაცემული იესო ტკბილო მაცხოვნე მე ქართველი ადამიანისათვის ვაზი და ღვინო ღვთივკურთხეული მორჩილება არის ზეციდან მიცემული ჩვენს ერსა და ქვეყანაზე, რომ ამ მორჩილების კეთილსინდისიერად აღსრულებით ჩვენმა ერმა შეიმეცნოს უხილავი ღმერთი, ეცადოს გაიკვლიოს გზა ზეცისაკენ და ამ თავისი სინდისიერის შრომით სარგებელიცა და სიკეთე მოუტანოს თავის ერს, თავის მომავალ თავობას, შვილიშვილს და მთელს მსოფლიოს. ღვინის აკვანი ქვევრია. ქვევრის სამშობლო კი საქართველო. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ქრისტეს დედულეთი. რომელიც წმინდა ნინომ ვაზის ჯვრით მოაქცია. ის რომ საქართველო ვაზისა და ღვინის კლასიკური ქვეყანაა და აი აქ ეს ტრადიცია არ შეწყვეტილა, უწყვეტად მოვიდა დღემდე, ისიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ხრამის დიდგორაზე აღმოჩენილია ერთ-ერთი უძველესი საღვინე ჭურჭელი, რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის საგამოფენო ცენტრში. და ეს თვითონ ეს ნივთი კუთვნილება არის ეგრეთ წოდებული შულავერ შომუ თეფეს კულტურისა, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩოები არის მე-6-მე-5 წლეულები ძველი წელთაღრიცხვის. ქვევრის უნიკალურობას ადასტურებს ყურძნის მტევნის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც უძველესია მთელს წინა აზიასა და კავკასიაში. ქიმიურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ჭურჭლის კედლებში დარჩენილი არის ღვინის მჟავა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ჭურჭელში ესხა ღვინო. ამ მიდამოებში ნაპოვნია კულტივირებული ვაზის უამრავი წიბწა. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მარნეულის ველზე ყვაოდა მეღვინეობა მე-6000 წლებში. ტყუილა არ არის შემკული აი ეს ჭურჭელი ვაზის მტევნით. ბუნებრივია, ამითი შეანგო, ესე იგი ეს საღვინეა. ამაში ის ლუძ და წყალს არ ჩაასხამს. ამ 10 წლის წინ ლონდონში გაიხსნა ღვინის ისტორიის გამოფენა და გამოფენას ხსნის აი ამ ჭურჭლის ფოტო. აქ გვაქვს კათხები, სასმისები აი ამ პერიოდის.
ომის ღვთაება, ესე ვთქვათ, რომელსაც ცალხელში უკავია ყანწი, ანუ ღვინის სასმისი და მას ასევე მხარზე გადაკიდებული აქვს სატევარი, ბრინჯაოს სატევარი, აი ამ ადგილას შეიძლება ითქვას, რომ მტერს მტრულად უხდებოდა და მოყვარეს მოყრულად. ქართველის მე მგონი არ შეცვლილა. ეს ისეთი კავშირი აქვს ღვინოსთან ეხლა 21-ში, როგორც ჰქონდა ძველის 21-ში. აი ეს არის უფლისციხის ერთ-ერთი მარანი, თამარის დარბაზის გვერდზე. როგორ ხდებოდა მარნის გაკეთება, მარნის მოწყობა კლდეში. ჯერ აი ესე ამგვარად კლდე ამოიჭრებოდა. მერე ამოიჭრებოდა აი ამ კლდეში აი ესეთი ორმოები, დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმის ორმოები, რომელშიც ჩაესხმებოდა დუღაბი, კირხსნარი. აი აქ თქვენ ხედავთ დუღაბის ნაშთებს, აი ეს არის კირის დუღაბი. აი ამაში ქვევრი ჩაჯდებოდა წვერით, ჩაამაგრებდნენ, გააჩერებდნენ გარკვეული დრო და როდესაც გაშრებოდა, იყრებოდა ორმოში უკვე მიწა. ეს არის ბაგინეთის მთა მცხეთაში, სადაც ვართ გვიანი ანტიკური ხანის მარანში. აქ არის, როგორც ხედავთ, დაახლოებით 16 ქვევრი, რომელიც მთლიანობაში 20 ტონამდე ღვინოს იტევდა. მგონი 200 წელს 200 წლის იქნება. და მასალა რა მასალისაგან არის და? ცაცხვის მასალაა და ამ ხელა არის ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდია ხო რაჭაში. ამაზე დიდი საწნახელი მე მგონი ასად არის. ამითი ამზადებდით ხვანჭკარას. ამ საწნახელში დამზადებულ ღვინოს სტალინი სვავდა. აჰა. ის კოლმორდოვის ღვინოს არ სვავდა. რავის რატომ არ ვიცი. რა ლამაზია. თიულეთში, მთიანეთშიც ეწეოდნენ მევენახეობასაც და მეღვინეობას და რაც მთავარია, ეს ჯიში ატარებს აი მსოფლის სახელს. უნიკალური და უძველესი ჯიშია სწორედ ანანურა. ეს არის ქართლის ჯიში ღრუბელა და მე ვფიქრობ, რომ სრულიად გადმოსცემს თავის დასახელებას. არის თეთრყურძნიანია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აი მოწითალო შეფერილობა აქვს, მაგრამ არის თეთრი ღვინის მომცემი ვაზის ჯიში და ეს არის ერთ-ერთი უძველესი ვაზის ჯიში ჩვენი სიმდიდრე. გამოიყვანა და მსოფლიოს შეუნარჩუნა 500-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიში და აი ამ დაუსრულებელი ექსპერიმენტისა და მუხტჩაუხრელის შრომის შედეგად შექმნა უმდიდრესი და უდიდესი განძი აი ამ ვენახის მოვლისა და ვენახის ისტორიაში. ჩვენ ვდგევართ ერთ-ერთ ჯიშთან, რომელიც არის ჩიტისტვალა ბოდბური, უნიკალური ჯიში. ყველა ჯიში მე ვფიქრობ ქართული უნიკალური. რა თქმა უნდა, საოცარი, დიდებული და საოცარი ჯიში. არც ერთი კუთხე არ დაგვიტოვებია ჩვენ სადაც ექსპედიციები არ ჩაგვიტარებია. ეს საქმიანობა დღესაც გრძელდება. პირდაპირ საუკუნეები იგრძნობა აი ამ ვაზის ჯიშებიდან და თითქოს აი ჩვენ წინაპრებს უყურებთ, მათ თვალებში უყურებთ. აღდგენილია ქართული აბორიგენული ჯიშების უმეტესობა. 430 ჯიში გვაქვს ჩვენ. ეს არის ატენის საფერავი. მეღვინის ხელოვნება არის ის, რომ ჯიშური არომატი გამოიტანოს ჭიქილში. მოდით ვისურვოთ ის, რომ საქართველოს ყველა კუთხეს, სადაც ვაზი ხარობს, დაუბრუნდეს ის უძველესი ჯიშები, რომელიც აი აქ არის თავმოყრა. აგლოცავთ, გაგიმარჯოთ. აი ეს არის სწორედ მერაბის ვენახი, კუთვნილი ვენახი, რომელიც არის
ხვანჭკარაში, შუაგულ ხვანჭკარაში, აი ესეთ ფერდია, განსაკუთრებული ადგილია და აი აქ განსაკუთრებული ხარისხის ყურძენი მოდის, საიდანაც ისტორიულად აყენებენ ხვანჭკარას. წამყვანიერი ალექსანდრეული და მოჯურეთული. ქვემო რაჭაში და განსაკუთრებით ხვანჭკარის მიკროზონაში ამყვანი ჯიშები მაინც არის ალექსანდრეული, მოჯურეთული და რაჭული თეთრა. არის ბუნებრივად ნახევრადტბილი, გრძნობა გადამწიფებული მწიფე ხილის, წითელი ხილის ტონები და ძალიან გემრიელია. საოცარი სიხალისი ახლავს. არის ცოტა ბუმჟავო, მარახვეში და ხალისიანი, ღვინო. აი აქედან ხვანჭკარიდან დავლოცოთ მთელი საქართველო. ჩვენს ზემოთ არის უფალი. ჩვენს უკან ჩვენი წინაპრები არიან. ჩვენს წინ არის ჩვენი შთამომავლობა. და აი ესე ერთობით უნდა გავაგრძელოთ, ერთობით უნდა ვიაროთ და ჩვენი წინაპრების გადმოცემული ჩვენი შთამომავლობამდე უნდა მივიტანოთ. აი ამ საქმის თანადგომა სიტყვით, საქმით, ნებისმიერი ფორმით ეს არის ღვთისგან დიდი ჯილდო კურთხევა, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ღირსეულად და ღირსებით ატაროს, ღმერთმა დაგლოცოთ.